ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები, ასე ეწოდება კონცერტების სერიას, რომლებიც საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ქალაქში იმართება. პროექტის მიზანი ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანება. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უამრავი ტიტულის და ჯილდოს მფლობელი უსაყვარლესი პიანისტები გვყავს სტუდიაში სტუმრად თამარ თათალიჩელი და გიგი პიანომენი. არ დავიწყებ თქვენი ტიტულების ჩამოთვლა, ძალიან მიხარია რომ ჩვენთან ხართ სტუდიაში და ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ. აქედან დავიწყოთ ამ ფესტივალის წამოწყებით. მოდით გითხარით, საიდან წამოვიდა იდეა და რა იყო მისი წინაპირობა? მოგესალმებით, ჩვენც ძალიან გვიხარია რომ თქვენთან ვართ დღეს. იდეა ალბათ გაჩნდა იქიდან რომ მე ძალიან ბევრს ვუკრავდი ისედაც ქართულ მუსიკას და ქართული კომპოზიტორების დიდი გულშემატკივარი ვარ. გარდა ამისა, ყოველთვის აი ესეთი ჩემ წარმოსახვაში მქონდა ოცნებად რომ ერთად ყოფილიყავით ის მუსიკოსები, ვინც საქართველოში ცხოვრობ და მართლა ყველა ჩვენგანი ძალიან აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა. და მე მგონი რომ ზუსტად აი ყველა მონაწილემ ისევე აიტაცა როგორც მე მქონდა ჩაფიქრებული, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ მუსიკოსების გაერთიანება, ჟანრული მრავალფეროვნება, ერთობლივი კონცერტების ჩატარება. უპირველეს ყოვლისა ვისარგებლებ შემთხვევით ჩვენს მხარდამჭერებს უდიდეს მადლობას გადავუხდი, ეს გახლავთ საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, კომპოზიტორთა კავშირი და რასაკვირველი არ შემიძლია უღრმესი მადლობა არ გადავუხადო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელს ბათუმში, რომელიც გვიმასპინძლებს დღეს და ხვალ და აქვე დავპატიჟებ ჩვენ მსმენელს. დღეს ჩავატარებ 4 საათზე დავიწყებთ მასტერკლასებს არაჩვეულებრივ უნიჭიერეს ბავშვებთან და ხვალ გვაქვს გიგი პიანომენის კონცერტი ამავე სასწავლებელში 6 საათზე დასწრება არის თავისუფალი მასტერკლასეც და კონცერტზეც და ძალიან დიდი სიყვარულით ვეპატიჟებით ჩვენ განსაკუთრებულ ბათუმელ მსმენელს. შესანიშნავია, მოკლედ ვემზადებით მე პირადად აუცილებლად ავესწრები ამ მასტერკლასს და კონცერტსაც, რა თქმა უნდა, გიგი თქვენი კონცერტი იგეგმება ხვალ და დარწმუნებული ვარ თქვენი გულშემატკივარი ელოდება და შეეცდება რომ მოხდეს ამ დარბაზში. დარბაზი დიდი არ არის, თუმცა დაიტევს იმ ადამიანებს, ვინც აუცილებლად რა შეასრულებთ და თქვენთვის ამ პროექტში მონაწილეობა რამდენად საინტერესო იყო, ასრულებდით თუ არა ქართული კომპოზიტორები? ეს არის ძალიან საჭირო და ძალიან დიდი საქმე ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ აუცილებლად ჩვენი კლასიკური კომპოზიტორების დანატოვარი უნდა მოისმინოს ყველამ, მომავალმა თაობამ და ჩვენი ვალია ეს, რომ ყველაფერი ვაკეთოთ, რომ ეს ყველაფერი არ გადავიდეს რაღაც მივიწყებაში არ მივიცეს და ახალი სული ჩავბეროთ და რაც შეეხება ჩემ მონაწილეობას მე ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს ამ ქალაქის ბათუმში არის ჩემი პირველი სოლო კონცერტი და ძალიან ამითი ძალიან ბედნიერი ვარ რომ აი მაგარ მსმენელს შევხვდები, იმიტომ რომ აი შორიდან ესე ვგრძნობ რომ ესენი არიან მართლა ძალიან მოყვარულები და ძალიან ისეთი აი რაღაც თავისებურად საინტერესო ხალხია და ძალიან ველოდები. უკვე ჩატარდა, იმიტომ რომ თქვენ გასახულის ბოლოს ყავის ფესტივალში მიიღეთ მონაწილეობა და მე მივხვდი რომ აი აქ არაჩვეულებრივი ენერგია დაატრია. ეს ფაქტია, მადლობა მინდა გადაგიხადო. შეეხება ხვალინდელ კონცერტს, ნუ შევეცდები რომ შევასრულო აი ეს ყველა ძალიან ცნობილი ჩვენი ქართული თემა, რაც აი ესეთი გულებში აქვს, უყვართ და არ იქნება ისეთი პიესა, რომ მათთვის უცხო იყოს. ამიტომ დიახ, იცით რა პირველი რახანცა იქნება ძალიან საყვარელი და ძალიან ცნობილი. ამღებდებით, ხო? ამბობთ რომ პირველი არის ბათუმში სოლო კონცერტი, თუმცა მე ჯერ კიდევ გიგი ვანდერი რო გერქვათ, მაშინ მახსოვს თუ არ ვწდები ჯაზ ფესტივალზე ასრულებდით რაღაცას. ფესტივალზე ვიყავით. კი, მოკლედ საინტერესო იქნება და აუცილებლად დაესწრით. თათა, მოდით მასტერკლასების თემას დაუბრუნდეთ. საინტერესოა იმ მოწაფეებთან როგორი კომუნიკაცია გაქვთ, როგორია მოლოდინები, მათი კავშირი, რომელი კლასის მოსწავლეები იქნებიან და ვისი მოსწავლეები? უფროსი ასაკობრივ თუ არ ვწდები მე-6, მე-7 უკვე ისეთი საკმაოდ საინტერესო პროგრამები და იცით რა, მასტერკლასი ყოველთვის არის რაღაცა გამორჩეულ ღელვასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ
ეს ისეთი რაღაცა ზოგადად მე არ მიყვარს იმ ტიპის მასტერკლასი, როდესაც ლექციის სახით მიმდინარეობს, იმიტომ რომ ჩემი აზრით და ეს ძალიან ინდივიდუალურია, მასტერკლასი უნდა იყოს შემეცნებითი და ისეთი რომ იმ წუთას გქონდეს შედეგი. ანუ მე მიყვარს პრაქტიკული შედეგების, პრაქტიკული რჩევების მიცემა უფრო მეტად ვიდრე ლაპარაკი, მაგრამ ნუ ამას ესეც ძალიან ისეთია, ყველას ყველა თავისებურად ატარებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ არაჩვეულებრივი ბავშვები არიან ძალიან საინტერესო პროგრამით, იმიტომ რომ ბევრ მათგანს ვიცნობ, მომისმენია და ძალიან დიდი სიხარულით ველოდები და თუ შეიძლება დავამატებ აი გიგის კონცერტთან დაკავშირებით, აი გიგის კონცერტი არის იმის მაგალითი, რომ ჩვენ ვცდილობთ ჟანრულად იყოს მრავალფეროვანი ძალიან ჩვენი აი ეს საღამოები გარდა იმისა, რომ წარმოდგენილი გვაქვს კლასიკური მუსიკის შედევრები. ზედ ჩამოთვალოთ კომპოზიტორები, ვინ შესრულებს. აი მართლა ქართველი მსმენელისთვის განსაკუთრებულად საყვარელი კომპოზიტორები, როგორებიც არიან სულხან ცინცაძე, სულხან ნასიძე, ოთარ თაქთაქიშვილი, არაყიშვილი, ფალიაშვილი, ჩვენთვის ძალიან საყვარელი კომპოზიტორები და ის კომპოზიტორები, ვისაც ქართველი მსმენელი უკვე კარგად იცნობს, გარდა ამისა ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველთვის გქონდეს პრემიერები. და აი წელს გქონდა მაგალითად ქალბატონი ნინო ჯანჯღავას ნაწარმოები პირველად შესრულდა, რომელიც მე შევასრულე საქართველოს სიმფონიეტასთან ერთად თბილისში, ბატონი გიორგი შავერზაშვილის პიესა, რომელიც თავად შეასრულა, არჩილ გიორგობიანის საორკესტრო ვერსია, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი რომანსების, აი არაყიშვილის, ბალანჩივაძის, მაგრამ საორკესტრო ვერსია, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებულად საყვარელმა თემურ გუგუშვილმა ჩვენი ქვეყნის სიამაყე შეასრულა და აი ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მრავალფეროვანი პროგრამა შევთავაზოთ ჟანრულად და აი გიგის კონცერტი სწორედ იმის დასტურია, რომ იმ კლასიკურ თემებს თავისებურად წარმოგვიდგენს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სწორედ ის პროექტია, რომელიც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიცავს. ნამდვილად ძალიან დიდი მნიშვნელობაა იმ კომპოზიტორების არ დავიწყება და შესრულება და თქვენ ძალიან დიდი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში. ჩვენ თანამედროვე კომპოზიტორი რამეს ტემულარიას ხოჩერს ალბათ გვიყურებს, ახლა ბატონ რამესთან მე მაქვს პირადად კომუნიკაცია და ვიცი, რომ ნოემბრის ბოლოს თქვენს მის საიუბილეო საღამოში რამდენიმე ნაწარმოებს შევასრულებ და ძალიან ველოდები ბატონი ოთარ ტატიშვილის საიუბილეო კონცერტიც იგეგმება და ზოგადად მე მგონი ყველა ჩვენგანი თუ რაღაც ესეთი ინტერესით მოეკიდება, ეს დიდი სტიმული იქნება, ასევე ახალგაზრდა კომპოზიტორებისთვის ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა კომპოზიტორი გვყავს და რაღაც ჩვენ შემსრულებლებს რაც შეგვიძლია ეს არის რომ ხელი შევუწყოთ. დიდი ფუფუნებაა თქვენნაირი შემსრულებლები, როცა ასრულებენ ნაწარმოებებს, თან უკვე სხვა ინტერპრეტაციებით. სამომავლოდ რო გითხრათ, ბათუმის შემდგომ სად მიემგზავრებით და ვინ იქნებიან ის შემსრულებლები, რომლებიც უკვე ბორჯომსა და ქუთაისში ასევე დედაქალაქშიც შეასრულებენ და ბოლოს რა თქმა უნდა გიგი დაგვიკრათ. დიახ, ბათუმის შემდეგ კონცერტი გვექნება ბორჯომში, სადაც თენგიზ ამირეჯიბის სახელობის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ერთ-ერთი ჩვენი ესეთი გალა-კონცერტი, სადაც უფრო დიდი შემადგენლობით წარდგებით სანელის წინაშე და მაინც მინდა თუ დრო გვაძლევს საშუალებას ვახსენო ის შემსრულებლები, ვინც აი ჩვენი ერთგული მონაწილეები არიან. გიგი რა თქმა უნდა, ვალერიან შიუკაშვილი, დავით ალადაშვილი, ლიზი რამიშვილი, ბატონი თემურ გუგუშვილი, სულხან გველესიანი, გოჩა დათუსანი, ვიქტორია ჩაპლინსკაი, ძალიან ბევრი ისეთი, აი ირაკლი ევსტაფიშვილი, გიორგი ხაინდრავა, ჩვენი სახელმწიფო კვარტეტის პირველი ვიოლინო და გარდა იმისა, რომ ჩვენ აი ბორჯომში და შემდეგ უკვე ქუთაისში გვინდა ასეთი დიდი შემადგენლობით ჩავიდეთ და ჩავატაროთ კონცერტები და გეგმილი გვაქვს შეხვედრები ახალგაზრდებთან, რაც ასევე მახარებს, ეს იქნება მასტერკლასის თუ რაღაცა ესეთი შემეცნებითი იდეების გაცვლის ლექციის სახით. თათა უკვე ჩატარებული კონცერტის დიახ და დავასრულებ თუ შეიძლება დეკემბერში კონცერტების სერია დასრულდება ჩემი და დავით ალადაშვილის კონცერტით ქართული საფორტეპიანო მუსიკა 4 ხელში. დიახ. შესანიშნავი. მოკლედ წარმატებები ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ავტორი, იდეის ავტორი და ორგანიზატორი თათალი ჩელიპიანის და რა თქმა უნდა გიგი. გიგი რა შეგვისრულებთ, გითხარით?
ნუ ეხლა ბათუმში რო ჩამოხვალ ამ თემის გარეშე შანსი არ არის რომ წახვიდე, ამიტომ დაუკრა. აუცილებლად არის, რომ ხანდა ჩვენი. ბათუმი ესე განსაკუთრებულად რატომ რა გაკავშირებთ და რა არის თქვენთვის ბათუმი? არა, ბათუმი პირველ რიგში არის. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ეს არის სურვა და ვინც მიცნობს როგორ მიყვარს ეს პროცესი და საერთოდ და ნუ მეორე რიგში ეს აი ყველანაირად არქიტექტურა, ხალხი და რა ვიცი. მოკლედ თქვენ გეძღვნებათ ბათუმი. მადლობა. აბა ჩავრთოთ ეს. ჩართულია ალბათ. არა. ჩავრთოთ. ჩავრთოთ თუ შეიძლება კლავიში. ხო და მაშინ სანამ ინსტრუმენტს ჩავთავთ პატარა ტექნიკურ ამბავს. ხო, მაინტერესებდა როგორ ჩაიარა აი კონცერტებმა, ხო, აი თბილისში, თელავში, სენაკში, როგორ მიიღო ეს ყველაფერი ადამიანებმა და ხალხმა. აღსანიშნავი როგორი დასწრება ამ კონცერტებზე. ხო, აი ზუსტად ამას გულისხმობ. არ მოიწ. და არა მარტო ქართველების სხვათა შორის ძალიან ბევრი აი გავიხსენებდი შარშავდნენ აძლევანდელ გალა კონცერტს თბილისის კონსერვატორიის დარბაზში ზედა ფანჯრებიც კი ღია ქონდა ყველა იმიტომ რომ დარბაზმა ვერ დაიწია ხალხი წარმოიდგინეთ და ამანაც რა თქმა უნდა თავისებური განსაკუთრებული აურა შექმნა ასევე ეროვნულ ბიბლიოთეკას მინდა დიდი მადლობა უთხრა რომელმაც ის არაჩვეულებრივ დარბაზში გვიმასპინძლდა საქართველოს სიმფონიეტასთან ერთად. შესანიშნავი. გონი შეგვიძლია.
ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა გიგი პიანომენი. იყო ნამდვილად. თათა ლიჩელი ვარი როგორც ყოველთვის ცრემლით. ასეთი იყო 29 სექტემბრის დილის გადაცემა ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით.